ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოს და ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევა 2006-12 წლებში საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გავრცელების და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგენს. ინტერვიუების სახით 1200 მსჯავრდებული გამოიკითხა კვლევამ აჩვენა, რომ ციხეებში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სისტემური იყო. სამწუხაროდ ანგარიშმა აჩვენა, რომ წამება მართლაც სისტემური იყო და მას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ეს იყო ციხეების გადატვირთვა, ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა, ეს იყო ციხის მართვის ძალადობრივი ფორმები. უნდა ითქვას, რომ დარღვევები დღესაც არის, მაგრამ სისტემური ხასიათი დღეს უკვე არაა. საუბარია იმაზე, რომ არასათანადო მოპყრობა და წამება იყო სისტემური პრობლემა, ზოგადად გამომდინარე. ეს არის პირველი მცდელობა, მოკლედ გაანალიზდეს ის წლები, როდესაც პრაქტიკას ჰქონდა ადგილი. რეკომენდაცია ისევ და ისევ მდგომარეობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაში, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტებს გამოიწვევს. არის ცალკე სტრუქტურა, რომელიც მსგავსი ფაქტების გამოძიებაზე იქნება ფოკუსირებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება.